სპეცოპერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და 88 დაკავებული გამოძიება ამბობს, რომ მათი ნაწილი ნარკორეალიზატორი, ნაწილი კი ნარკოდანაშაულში ჩართული პირია. მტკიცებულებებს შორის სახელდება ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების საკონტროლო შესყიდვების ამსახველი აუდიო მასალები და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალები. საგამოძიებო მასალების მიხედვით ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკების რეალიზაციას სისტემატურად ახდენდა. დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა რეალიზაციის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 88 პირი დააკავა. ყველა მათგანი გასული 24 საათის განმავლობაში დაიჭირეს და ასევე ყველა მათგანს ბრალი ნარკოდანაშაულში ედება. საგამოძიებო უწყება დაკავებულთა ნაწილს ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენას, ნაწილს კი მათ რეალიზაციას ედავება. სპეცოპერაციები თბილისში, ბათუმში, ბოლნისში, გორსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ჩატარდა. დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდნენ. პოლიციამ მოსამართის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან მათი პირადი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, მეთადონი, მორფინი, MDMA და გამომშალი მარიხუანა ნივთკიცებად ამოიღო. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ სპეცოპერაციებს წინ უძღოდა თვალთვალი და ფარული აუდიო-ვიდეო მიყურადება. ამასთან სასამართლოს განჩინებით სამართალდამცველებმა მათგან რამდენჯერმე შეისყიდეს ნარკოტიკული ნივთიერებები და ეს ვიდეო-აუდიო ფორმატითაც ჩაიწერეს. შესაბამისად, საქმეში ბრალდების მხარისთვის ეს ჩანაწერები მთავარი მტკიცებულებები იქნება. სპეცოპერაციის შედეგად დაკავების შემდეგ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების გაიჩხრიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ პროცესში ნივთი მტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა რამდენიმე მათგანის ბინაში ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ვაზნებსაც მიაგნეს. როდესაც შევალ ბრალს წაუყენებენ, შესაბამისად მისი პოზიცია შემდეგ მეცოდინება. არა, ამ ეტაპზე არ შევხვედრილ ვარ. მუხლი მოიცავს ნარკოტიკის გასაღებას. სხვა ვცლად ვერაფერს ვერ გეტყვით, იქიდან გამომდინარე საქმის მასალები ჯერ ჩემთვის არ არის გადმოცემული. წამლის ასაგებად ჯგუფურად არ დადიან. მიდის ერთი ადამიანი და ეს არის ბუნებრივი. აი სწორედაც რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფმა განახორციელა ეს ქმედება, მან გამოიწერა, გადარიცხა თანხა, შემდეგ მოვიდა ლოკაცია, წავიდა აიღო და მიიტანა იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ჰქონდა თანხა შეგროვებული. Bak şimdi ben sana bir şey diyeyim. Bak ne diyeceğim bak. Ben istemiyorum abi. Kimseye getirme. Siktir gitsinler. Sivrilyalıyere sayonu. İstanbul'a. ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის რამდენიმე მათგანი ერაყისა და თურქეთის მოქალაქეა. ადვოკატების განცხადებით დაკავებულების ნაწილს უკვე წარედგინა ბრალი და დაცვის მხარეს საქმის მტკიცებულებების გადაეცათ. თუმცა მეორე ნაწილს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. ამასთან ადვოკატების ნაწილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფებთან ამ დრომდე ვერ მოახერხა შეხვედრა. თუმცა ცნობილია, რომ დაკავებულებიდან რამდენიმე მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. ასევე დაკავებულთა შორის არიან პირები, რომლებიც წარსულში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იყვნენ გასამართლებულები. ან ამ მომენტში პირობითი მჟავრის ქვეშ იმყოფებოდნენ. კოკაინის რეალიზაციას ეტავებიან და თვითონ არ აღიარებს დანაშაულს. არ ვიცი, ხა ჯერ მას საქმის მასალები არ გადასცემია, არც არ გადმომცემია და მე სავარაუდოდ ჩავეხსნები ამ საქმეს, მაგრამ თვითონ იძახის არა ვიჯერ გაუგნებულია, რაც კი ხდება რა ხდება მის თავს და იძახის რომ არაფერი არ ყოფილა, მაგრამ მე როგორც ვიცი, საქმეში დევსრაღაც მტკიცებულებები ვიდეო ჩანაწერი. ამ მომენტისათვის დუმილის უფლებას მიყენებს, მტკიცებულებები გადმოგვეცა, შემდგომ პოზიციებს ბუნებრივია შევაჯერებთ ერთმანეთთან და შემდგომში დაზუსტებული პოზიციით მივმართავთ გამოძიებას და ბრალდების მხარეს. არა, ერაყის მოქალაქეა მხოლოდ. ეს განჩინება იყო გაცემული, რა თქმა უნდა, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება, ეს მომხდარია ნოემბერში, გასული წლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2025 წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის საქმეზე საერთო ჯამში 5000-ზე მეტი პირია დაკავებული, რომელთაგანაც 2000-მდე ნარკორეალიზატორია. რაც შეეხება დღეს დაკავებულ 88 პირს, მათთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების ვადა საგამოძიებო უწყება ხვალ დღის ბოლომდე აქვს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი აღნიშნული ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.